გამარჯობა. დღევანდელ მიმოხილვაში ქცევის გამტკიცებასა და დასჯაზე ვისაუბრებთ. საწყის ეტაპზე იმ ასოციაციური კავშირების შესახებ მინდა გავაკეთო აქცენტი, რაც კონკრეტულ სიტყვებზე გვიჩნდება. ზოგიერთ სიტყვას ემოციური დატვირთვა აქვს. ახლა ამ სიტყვებს სხვა კუთხიდან უნდა შევხედოთ. ქცევით მეცნიერებაში სიტყვა დადებითი არ არის რაიმე კარგთან დაკავშირებული და უარყოფითი არ ნიშნავს რაიმე ცუდს. მათემატიკური კუთხით რომ მივუდგეთ, დადებითი ნიშნავს გარემოში რაღაცის დამატებას, პლუს ნიშანი და უარყოფითი კი რაღაცის ამოღებას, ანუ მინუს ნიშნის მსგავსად. ემოციური დატვირთვა გვერდით გადავდოთ და ამ ტერმინების გაგებისას ვიფიქროთ მათემატიკურად. ანუ დადებითი ნიშნავს დამატებას, ხოლო უარყოფითი რაღაცის მოცილებას. იგივე ეხება სიტყვა შედეგსაც. ყოველდღიურად სიტყვა შედეგი ცუდ რამესთან ასოცირდება, მაგალითად ვინმეს დასჯასთან, მაგრამ მეცნიერულად შედეგი არის ის, რაც ხდება რაიმე ქცევის დასრულებისთანავე. ის შეიძლება იყოს კარგი, ცუდი ან სრულიად ნეიტრალური. ახლა როცა სიტყვების მნიშვნელობებზე უკვე შევთანხმდით, დროა ამ მიმოხილვის მთავარ ფუნდამენტურ კონცეფციას ჩავუღრმავდეთ. ოქროს წესივით არის, თუ რომელიმე კონკრეტული ქცევა მომავალში იზრდება ან ნარჩუნდება, ეს ნიშნავს, რომ მოხდა განმტკიცება. სულ ესაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გქონდა გამიზნული ან რას გრძნობდა მეორე ადამიანი. თუ ქცევა გახშირდა, ეს არის გამტკიცება. იქნება ეს გარემოში რაღაცის დამატებით თუ ამოღებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი საბოლოო შედეგია. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ჩვენ გავლენას ვახდენთ მომავალ ქცევაზე და არა ამჟამინდელზე. განმტკიცება არ ცვლის იმას, რაც ახლა ამ წამს ხდება. ის პირდაპირ კვანახობს თუ რა მოხდება შემდეგ ჯერზე, ზუსტად მსგავს სიტუაციაში. ფაქტობრივად, ჩვენ ინვესტიციას ვდებთ მომავალში. თუმცა აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსია. პირველი ეს არის დრო. მყისიერად გამტკიცებას დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმოიდგინოთ, რომ ერთ წამიანმა დაგვიანებამაც კი შეიძლება შეამციროს ეფექტურობა. მეორე ფაქტორი ავტომატურობაა. ხშირად ჩვენი ქცევა ისე მტკიცდება, რომ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. და მესამე მოტივაცია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ არ გშიათ, ყველაზე გემრიელი საჭმელიც კი ვერ იქნება კარგი განმამტკიცებელი. ახლა ქცევის დასჯაზე გადავიდეთ, ანუ ქცევის შემცირების არსზე. თუ გამტკიცება ქცევას ზრდის, აქვე ლოგიკური შეკითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს, როგორ შევამციროთ ქცევა. აქაც ემოციური ტვირთი უნდა ჩამოვაშოროთ ამ ტერმინს, სიტყვა დასჯას. დაივიწყეთ ბავშვის კუთხეში დაყენება ან ვინმეს მიმართ უხეშობა. მეცნიერულ ენაზე დასჯა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. კონკრეტული ქცევა მომავალში შემცირდა. სხვა არაფერი. ეს სქემა ასახავს სრულ სურათს, ფაქტობრივად მხოლოდ ორ კითხვას ვსვამთ. პირველი, ეს არის გარემოში რაიმე დაემატა თუ ამოიღეს, ანუ დადებითია თუ უარყოფითი. და მეორე კითხვა, ქცევა გაიზარდა თუ შემცირდა, ანუ გამტკიცებაა თუ დასჯა. ამ ოთხი ტერმინის კომბინაციით მიიღება ის სისტემა, რითიც ჩვენი ქცევა იმართება. ამ სლაიდით რომ შევაჯამოთ ოთხივე ტერმინი, გამტკიცების მიზანი ქცევის სიხშირის გაზრდაა მომავალში. დადებითი გამტკიცებისას სასურველ სტიმულს ვამატებთ, რომ ადამიანმა მომავალშიც იგივე გააკეთოს. მაგალითად, შეიძლება დავამატოთ ჯილდო, შექება, პრემია და სხვა სასიამოვნო სტიმულები. უარყოფითი გამტკიცების დროს უსიამოვნო მდგომარეობას ვაცილებთ ადამიანს, მაგალითად, საშინაო დავალებისგან გათავისუფლება კარგი ნიშნის გამო. რაც ასევე ზრდის სასურველი ქცევის ალბათობას. რაც შეეხება დასჯას, მომავალში ქცევის სიხშირის შემცირებაა მიზანი. დადებითი დასჯის დროს უსიამოვნო სტიმულს ვამატებთ არასასურველი ქცევის საპასუხოდ. ეს შეიძლება იყოს საყვედური ან ჯარიმა. ხოლო უარყოფითი დასჯისას სასიამოვნო რაიმის ჩამორთმევა ხდება. მაგალითად, პრივილეგიის დაკარგვა, ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა, რათა შეწყდეს ან შემცირდეს არასასურველი ქცევა. ახლა გადავიდეთ განმამტკიცებლების კატეგორიებზე. ყველა განმამტკიცებელი ხომ ერთნაირი არ არის. არსებობს ორი მთავარი კატეგორია. უპირობო, ანუ პირველადი და პირობითი, ანუ მეორადი. მაგალითად, ჩვენ არ გვჭირდება ვისწავლოთ, რომ ძილი, საკვები ან სითბო კარგია. ეს ჩვენი თანდაყოლილი ბიოლოგიური მოთხოვნილებებია, მაგრამ მეორეს მხრივ ქაღალდის ფული ან თუნდაც უბრალო სიტყვა ყოჩახ თავისთავად სრულიად ნეიტრალურია. ის
ისინი განმამტკიცებლები მხოლოდ იმიტომ ხდებიან, რომ ცხოვრების განმავლობაში მათი დაკავშირება მოხდა სხვა სასიამოვნო შედეგებთან. ეს უკვე დასწავლილი განმამტკიცებლებია. და არის კიდევ საინტერესო დაყოფა, სოციალურად განპირობებული და ავტომატური. მარტივად რომ ვთქვათ, სჭირდება თუ არა ამ პროცესს სხვა ადამიანი. თუ რესტორანში მიმტანს უკვეთავთ, ან ვინმესგან შექებას იღებთ, შედეგი სხვა ადამიანისგან მოდის, მაგრამ თუ შხაპის მიღებისას თქვენთვის მღერით, უბრალოდ იმიტომ რომ ეს გსიამოვნებთ, ან თქვენთვის საყვარელ საჭმელს იმზადებთ, ეს უკვე ავტომატურია. ამისთვის სხვა არავინ გჭირდებათ. ახლა გავრცელებულ მითს მინდა შევეხოთ. ალბათ გაგიგიათ შემდეგი ფრაზა: თქვენ განმტკიცებით ბავშვის მოსყიდვას ახდენთ. მოდი რეალისტურად შევხედოთ. ჩვენ ყველა იმისთვის ვმუშაობთ, რომ რაღაც მივიღოთ. რაც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი სამსახური, სავარაუდოდ ყოველდღე მაინც არ ივლიდით იქ ხელფას რომ არ გიხდიდნენ, არა? და ეს სულაც არ არის ცუდი. ეს უბრალოდ კონტრაქტია გარემოსთან. თუ მე ამას გავაკეთებ, მაშინ ეს კონკრეტული შედეგი დადგება. მთავარი განსხვავება აქ არის დრო. მოსყიდვა უკვე სასოწარკვეთილი ნაბიჯია შუა ისტერიკის დროს, როდესაც ინსტრუქცია უკვე მიეცით, წინააღმდეგობას წააწყდით და ახლა რაღაცნაირად გარიგებას ცდილობთ. განმტკიცების დროს კი თქვენ მოლოდინებს და პირობებს სრულიად მკაფიოდ, მშვიდად ადგენთ, იქამდე სანამ რაიმე მოქმედება დაიწყება. ეს თავიდანვე გამჭვირვალე შეთანხმებაა. მოდი განვიხილოთ სცენარები. შემთხვევით შეეხეთ ცხელ ქურას, ხელი დაგეწვათ და ამ შეცდომას აღარასდროს იმეორებთ. დაფიქრდით იმ სქემაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გავარჩიეთ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა აქ? ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ლოგიკას. პირველი კითხვა: რაიმე სტიმული დაემატა თუ ამოიღეს? ტკივნეული შეგრძნება დაემატა, შესაბამისად ეს არის დადებითი. მეორე კითხვა: ქცევა გაიზარდა თუ შემცირდა? თქვენ აღარ ეხებით ქურას, ესე იგი ქცევა შემცირდა, რაც დასჯას ნიშნავს. საბოლოო პასუხია დადებითი დასჯა. ემოციური დატვირთვის გარეშე ასე მარტივია ამის გარჩევა. ახლა მეორე სცენარი განვიხილოთ, რომელიც ალბათ ყველასთვის ნაცნობია. დილა, მაღვიძარა რეკავს, თქვენ აჭერთ გადავადების ანუ სნუზ ღილაკს, რომ ხმა როგორმე გააჩეროთ. იმ დილით ამას კიდევ 5-ჯერ აკეთებთ, მომდევნო დღეს კი 10-ჯერ, ანუ ქცევა აშკარად იზრდება. რა ხდება ამ შემთხვევაში? ისევ ჩვენ ორ კითხვას მივუბრუნდეთ. მაღვიძარა შემაწეხვებელი ხმა ამოიღეს. შესაბამისად ეს არის უარყოფითი. ღილაკზე ხელის დაჭერის ქცევა გაიზარდა. ანუ ეს აუცილებლად არის გამტკიცება. მივიღეთ უარყოფითი გამტკიცება. დაიმახსოვრეთ, როდესაც გავურბივართ ან თავიდან ვირიდებთ რაიმე უსიამოვნოს, ჩვენი ქცევა უარყოფითად მტკიცდება. და ბოლო სიტუაცია ასეთია. ბავშვი ოთახს ალაგებს. დედას ის დაუყოვნებლივ მიყავს ნაყინის საჭმელად. შედეგად ბავშვი ოთახს ყოველ 2 დღეში ერთხელ ალაგებს. და ბოლო სიტუაცია ასეთია. ბავშვი ოთახს ალაგებს. დედას ის დაუყოვნებლივ მიყავს ნაყინის საჭმელად. შედეგად ბავშვი ოთახს ყოველ 2 დღეში ერთხელ ალაგებს. რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი გამტკიცება. ნაყინი როგორც სასიამოვნო სტიმული დაემატა გარემოს და ოთახის დალაგების ქცევამაც იმატა, ანუ გამტკიცდა. და ბოლოს გახსოვდეთ, გამტკიცება ყოველთვის უფრო ეფექტურია გრძელვადიანი სწავლების და მოტივაციისთვის, ვიდრე დასჯა. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ეს ჩემთვის დადებითი გამტკიცება იქნება. მადლობა.